ფოთელების პირველი იერიში დარტყმა გარის მიმართულებით კლიაიჩი ერთვება ეგრევე საქმეში. მოკლედ ეს მცდელობა ფოთის კოლხეთისა არ იყო ურიგო მატჩის პირველივე წუთზე შეიქმნა ხიფათი ტორპედოს გარის მიმართულებით. ფაღავა ითხოვდა მარჯვნივ ბურთს, მაგრამ არ შეიმჩნია და უკეთესი გადაცემა გააკეთა ხარებავა 1-1-ზე მეკარესთან დაარტყა და კლიაიჩი მეორედ ერთობა საქმეში კიდევ ერთი დარტყმა და ტორპედოს დაცვაში ქაოსია. ტორპედოს დაცვაში არის ქაოსი, არა ეს ჩიხრაძე იყო და არა აბუაშვილი. ნუ აი ამ მეკარეს, აი ამ სერბ მეკარეს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს ჩემპიონატში, ქუთაისელი გულშემატკივარი უნდა უმადლოდეს. ჩაწოდება საჯარიმოში, მეიტე და პენალტი. საერთოდაც პენალტი ინიშნება აქ. ნუ სულეიმანა მეიტე არის. აქ ვერ შევნიშნე, მეც განმეორება მჭირდება. მან თუ კიდევ ერთხელ აიკიდა პენალტი, ნუ მაშინ ამ კაცის დაყენება ძირთად შემადგენლობაში არის საგანგაშო და სავალალო. გაისმა სასტვენის ხმა, იონსენის გამორბენი, დარტყმა გარის მიმართულებით და ამჯერად ვერაჯობა მოწინააღმდეგეს დემეტრე ბულისკერიან. ბიორნ იონსენმა თავისი მე-6 გოლი გაიტანა მიმდინარე კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში. 1-0. მე ვთქვი რომ ფოთის კოლხეთი უკეთესი იყო, თუმცა ეს არის ფეხბურთი. გადატანა მარცხნივ. გიორგი აბუაშვილი რამაგრად მოქმედებს ამ ეპიზოდში. მშვენება ამ ბიჭის და ერთი სიამონება ამ ბიჭის. ყურება კლიაიჩი, ანერვიულად თავისი მოწინა, თავისი გულშემატკივრები და მალევე ანგარიში ხდება 1-1. გიორგი მოისრაფიშვილი. ჩემმა შექება მე მგონი აწყინა სერბ მეკარეს. თითქოს მარტივად უნდა დაეფიქსირებინა ბურთი ხელებში, თუმცა გაუვარდა და მოისრაფიშვილი დროულად გაერკვა სიტუაციაში და 1-1. 2 წუთში არც კი ფოთის კოლხეთმა გაათანაბრა ანგარიში. ეს რა მოძრაობა იყო, შერიფს რა უქნა გიორგი აბუაშვილმა. ძალიან მაგარ ფორმაშია გიორგი აბუაშვილი. კიდევ ერთი კარგი მოძრაობა აბუაშვილის საჯარიმოშია. ჩაწოდება და კუთხური. ბოლო კუთხური პირველ ტაიმში ექნება ფოთის კოლხეთს და ბოლო საკვანძო მომენტი. ბიძინაშვილი შერიფი წამოეხმარა თანაგუნდელს, თამაშკარი ჯერჯერობით არ ფიქსირდება, იონსენი დაარტყა აცილა და არც ყოფილა თამაშგარი მდგომარეობა. თავისი შანსი ნორვეგიელმა მეორე ტაიმის სტარტზევე მიიღო. ჩავარდა ფოთის კოლხეთის ცენტრალური დაცვის ზონა. ცენტრში მოისრაფიშვილი იხსნება, მიიღო გიორგი მოისრაფიშვილმა ბურთი. სრულ მოძრაობა, პასი გააკეთა აბუაშვილი შერიფი მის წინააღმდეგ. აბუაშვილი საჯარიმოშია, დარტყმა გარის მიმართულებით კლიაიჩი იგერიებს ძალიან რთულ ბურთს. აი გიორგი აბუაშვილის პირველი ყველაზე რეალური შანსი, თუმცა სერბმა მეკარე ბაჯობა ფოთელთა ბომბარდირს. ჩაწოდება საჯარიმოში, იონსენი ვერ დაარტყა. ბიორნ იონსენმა როგორი მომენტი ვერ გამოიყენა. გაუმართლა ფოთის კოლხეთს. მეტი კრეატივი და ფანტაზია საჭირო ტორპედოს მხრიდან. იონსენზე გავიდა ეს გადაცემა, თამაშგარი არ ფიქსირდება და კიდევ ერთი შანსი. რაშიც ბიორნ იონსენს დღეს არ ვიცი. განიცდის თვითონაც. ნუ ჯერჯერობით შანსებს ანიავებს მხოლოდ და მხოლოდ ნორვეგიელი. გოლს ითხოვს როგორც დიქტორი, ესე ადგილობრივი გულშემატკივარი. პირესის ჩაწოდება დარტყმა შედგა, თუმცა სუსტი იყო ეს მცდელობა. ძალიან პრაგმატულია ტორპედო. აბუაშვილი მოსაგებად მიდის ფოთის კოლხეთი. დარტყა და კიდევ ერთი ხარიხა გიორგი აბუაშვილის მხრიდან. რა მაგარ გოლთან იყო ახლოს ფოთის კოლხეთი და გიორგი აბუაშვილი. წაიყვანეთ ეს ბიჭი უფრო ამბიციურ კლუბში. გიორგი აბუაშვილი შედევთან იყო ძალიან ახლოს, სანტიმეტრები დააკლდა. შევა ბრაზილიელი ბურთი, ჩაწოდება საჯარიმოში. შეტევაშია, ეს ჯარიმა არის შეტევაში, მაგრამ აქ გადამოწდება აუცილებლად. აი ასეთი კულმინაცია სჭირდებოდა ამ შეხვედრას. ზურაბიანი მაცა აქცია ჩერიფი თუ ვინ? ეს კვერკველია. მე მგონი კვერკველია იყო მოვლენათა ეპიცენტრში.
ნახოთ. ჟესტიკულაციას დაველოდოთ. კოტე გიორგაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არის პენალტი. ქუთაისის ტორპედო ახლოს არის მაინც სამქულასთან. არის თუ არა ის რკინის ბიორნი, ეს არის საინტერესო გამორბელი. დარტყმა და გაიტანა. ტორპედო წინ გადის 2-1. ბიორნი ოსენი გატანილი გოლის ავტორი. მისი მე-7 გოლი ჩვენ ჩემპიონატში. ქუთაისის ტორპედომ უდიდესი ალბათობით დღეს 3 ქულა მაინც მოიპოვა.